საქართველოში 1,900,000 ადამიანს აქვს ერთი სესხი მაინც ან ბანკში, ან ლომბარდში, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და აქედან ყოველი მეხუთე ვერ ახერხებს სესხის გადახდას აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. ანუ მთლიანობაში მოსახლეობის დაახლოებით 10%, 370,000-მდე ადამიანს აქვს ერთი ვადაგადაცილებული პრობლემური სესხი მაინც. ბანკი არ მოგცემს სესხს თუ ჩვენ გვაქვს მიმდინარე ვადაგადაცილება, ანუ ვერ ვიხდით სესხს. ან ბანკში, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ან თუნდაც ლომბარდში. თუ ჩვენ ვერ ვიხდით სესხს, გვაქვს გაფუჭებული საკრედიტო ისტორია და ეგრეთ წოდებულ შავ სიაში ხვდებით, ანუ ჩვენზე ჩნდება ნეგატიური ჩანაწერი. თუ გვინდა რომ სესხი ავიღოთ, ამისთვის ჩვენ საკრედიტო ისტორია უნდა გამოვასწოროთ. ანუ პრობლემური ვალდებულება რაც გქონდა, ის უნდა დავფაროთ, თორემ სხვა შემთხვევაში ბანკი სესხს არ მოგცემს. მაგრამ თუ კარგად ვიხდით დროულად, ამ შემთხვევაში ჩვენზე არის უკვე პოზიტიური ჩანაწერი საკრედიტო ისტორიაში და ჩვენ სხვა საფინანსო ინსტიტუტები სიხარულით დაგვიმტკიცებენ ეს თუ რა თქმა უნდა სხვა მოთხოვნებსაც ვაკმაყოფილებთ.